You don't have to be beautiful to turn me on. მე ვარ ელისაბედ კიკაჩეიშვილი, 20 წლის, ცხოვრობ თბილისში. ღერი ბენდთან ერთად ცეკვავ, გიჟდები ცეკვაზე რა. ცხოვრობ აქტიური ცხოვრებით. უნდა ვიმღერო და ცოტა უნდა ვიცეკვო. ცოტა უნდა იცეკვო? ან უნდა ვიცეკვო, ცოტა უნდა ვიმღერო. რა ჟღერი? Crazy love. Oh my god. ესე იგი შენ თვლი რომ გააქვს X ფაქტორი. აი აქ. სადღაც ისთან გიდა შიურისთან მოხდე. გაფუნიასთან. ოღონდ იმიტომ არა რომ სიმპათიურია. იმიტომ რომ ბევრი რაღაც შეუძლია. გაუშვათ. ოკეი, წადი. აბა შენ იცი. წარმატებები. გამარჯობა. ესე რაღაცნაირად შემოხვედი, სიმღერაც რაღაცნაირი უნდა იყოს შენი, ხო? რაღაცა ენერგიული. რა ქვია? ელისაბედი, რამდენი წლის ხარ? 20-ის, საიდან მოდიხარ? თბილისი. კარგი, რას გვიმღერებ? Beyoncé Crazy Love. დაიწყე. აბა, მოიმზადა. მოემზადა? თან ცეკვაო. Touching you more every time, cause it's you know understand. You walking over the walls, girl. Coming like it's so crazy right now. You lost, coming like it's so crazy right now. რა მასრა? Crazy right now, you keep არა. გააჩერე. შენ როგორ თვლი, რა გვაჩვენე ახლა? ვიცეკვე და ვიმღერე. სიმღერა არ იყოს სიმღერა. ცეკვა ხო იყო ცეკვა? ცეკვა სრულიად შეუსაბამო იყო. სექსუალური უნდა ყოფილიყო? არც იყო სექსუალური. არ უნდა ყოფილიყო? არ მქონია ეს ქვეტექსტი, რომ სექსუალური უნდა ყოფილიყო. და ეს მოძრაობები აბა რა არის? ეს მოძრაობა აუცილებლად სექსუალური უნდა იყოს? უნდა იყოს შემის აზრით, იმისათვის რომ კარგი გამოვიდეს. არ ვიცი. რა, მე პირადად ძალიან სექსუალურად ახლა. გიორგი, რა მოძრაობები? აი ეს. მე უფრო კარგად გამომდის მე მგონი, იცი? ჩემი აზრით თქვენ ეცადეთ რომ გეჩვენებინათ ყველაფერი, გეცეკვათ, გემღერათ. ხანდახან ეს ყველაფერი ერთად რო არის ხოლმე ჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, იმიტომ რომ აიზილება ხოლმე და რაღაც საშინელება გამოდის. ელისაბედ, მე არ ვაპირებ ხმაგან ხილვაში შესვლას, თქვენ არ იცით სიმღერა. აი მე არ იცი სიმღერაო. დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს ხა თქვენ ცეკვას და სექსუალურობას და შემდეგ. ცხადია რომ არა. მეორე არაც იქვე. ჩემგანაც არა. არა. ესე რო არ გეტყვი, ესე ვერ გაიგებ. არა. კი, ესე იქნებოდა პირიქით. ეს იყო ზედმეტი შარჟი, თუ რატო ეს რაღაცები, ოღონდ მართვა არ იყო ზედმეტი, თან დაზადდეს იმ შემთხვევაში, როდესაც უთხარი რომ ეს მართვა არ იყო სექსუალური, არ იყო ქართული სექსუალურობაზე. უნდა ეცეკვა ახლა ამას. ესე რო შემოევლა, სულ რა მნიშვნელობა გჯღავა ახლა. ერთ-ერთმა არ მახსოვს რომ მეთქარ სიმღერა არ ვიცი. მე სიმღერა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ვსწავლობ და არ შეიძლება ეს ადამიანს თქო სიმღერა არ ვიცი.